მაშასე მეგობრებო, ფასკუნჯის ფინიშინგ ტრეინინგი. გადავიღოთ, ხო? უიმე, როგორი ქარია. საოცარი ქარია, ვთქვათ. ეს ანალიზისთვის გამოგვადგება უბრალოდ რომ შეიძლება გადავარდე კიდევაც. ძალიან სერიოზული ქარია. მედია ჩემი დაბადება არ მეისწობა. ნახოთ აბა მოძრაობა. გამარჯვებას გავდა. ხუდი მიღება იყო так. Ну гом обработка мячზე კარგად ითამაშა. მიშა პავლოსკო. კარგი გადატანა ფლანგზე. ნახოთ ნუ როგორ მოიცა. გაიხსნა მუხიაშვილი, მაგრამ აი არ მისცა მუხიაშვილს. აი რატო არ მისცა მუხიაშვილს? იმიტომ რომ გამოთაყვანებულია. ფლანგზე ჩაწოდება შეიძლება, ბიჭები არ აწვდიან. მოკლედ პასებს ცდილობენ იოლას გასვას, საჭიროს გარდან დარტყმული გვექნება. ნახოთ. ცოტა ნელი პასი, მაგრამ აქ მინდა დავძინო, რომ ქარი ძალიან მოქმედებს ხო ბურთის. ქარი ძალიან მოქმედებს ბურთის სიჩქარეზე, ტრაექტორიაზე, ну, საგრძნობლად. მე კი არა ლამის ტელეფონი გამომტაცოს ხელიდან. მიშა ნახეთ რა კარგად გაიხსნა და აქ კარგი ოპა სწრაფად შეიყვანა მე კარგი თამაში არა კატერინა ამის აი დაიწყო ისე მოგომერთი ერთზე ცოტა ჩქარა შესამგლე აი ნუ გომაჩვენა ბიჭებს როგორ უნდა შესრულება თუმცა აი ერთი ერთზე არის ლეგენდარული დაპირისპირება გავკეთა ვერა ნუ ჩაყენა კორპუსში ახლა ორი ერზე ვნახოთ კახა როგორ დაიცავს. გელაშა მსახე გააძრო. ხო გელაშა. მაგარი არბენინა იმენა. ვიაკ გაგძო. რა კარგი დასარტყმელი იყო. ისევ გელაშა ფლანგზე. ნახეთ გელაშამ პასი გააკეთა და კორგოჩემ არა ლადო არის ეს გელაში არ მოფლო იმეჩი ძნელია საკმაოდ შვენიერი გოლი გაიტანა აცადეს და გელაშეს რო აცდი კაიჩიც დაიჭერნა თქვენი ნახოთ გიგარა შემოგთავაზებს მაესტრო ლევანის კონტროლი ნუგოს წინააღმდეგ დუელი აქ გელაშევს უკახავ ნახოთ ნუგოს გადაეხმარა ანუ ეს ნიშნავს რომ კახამ თუ გასცაკე და ჩეტევა იქნება მაგრამ ბიჭებმა არ აცადეს პასის გაცემა ორი კაცი გადავიდა რისკის ფასად დატოვეს სარელაციურსები თუმცა არ გამოუშვეს და ეს იყო სწრაფი ინტენსიური თამაშის დემონსტრირება ფასკუნჯის ვარჯიშზე ნახოთ ბიჭები როგორ დაიცავენ კარგია ისევ გელაშა ვაცდით გადმოტანა ქარი ვაიმე სერიოზულად დაუბერა ქარმა ლამის მეგადამეთო შკუბიდან ლუკა აქ ჩაერთო საკრულად ჩეტევაში გიგა თუ გამოიხედება ან ლუკა რატო არ ეძახს კაი გიგა მაგრამ ლუკა რატო არ ეძახს ეგეთ პლანად ვთქვი შუაში მოკლე გაითამაშეს დასარტყმელია გაიტანა
გოლი იყო! გავიდა? არ ვიცით გავიდა თუ არა. კარგი შერბენი და კარგი დანახვა. გიგამ მარტივად ითამაშა. ხარბედა ჩაერთო. ხო, ნუ დააკლდა ჩარბენი, მაგრამ თითქოს დარტყმად შეეძლო. ნახეთ როგორ გაშლიან. კახამ წაიღო. გაყოლა. რაღაცა კრეატივი კი არ და მეტი ჩარბენი, ან სივრცის გაშლა მაკლია მწვანეებისგან, ნუ სივრცეებს არ შლია რა. აი ლევანი კარგად გაშალდა, ნახე როგორ აი სიო. აქ ეს უკვე ინდივიდუალურად დაცვაში უკეთესად ითამაშა. ლადო. უკვე თუმცა პასი არ იყო, იქ შეიძლება ხარბედას ეჯოვნა შეიძლებოდა ლადოს. ნახოთ აქ არ შეიძლება მხელსივრცის მიცემა. იქ მოგეხსენება და მარტივადაც მოატყვა ლევანი თან. მიშამ ვერ დააბოლოვა, თუმცა გელაშა შეუჩერებელია ამ ვარჯიშზე. ნახეთ როგორ აწუხებს. მიკიტამ რა კაი პასი გაჭრა. აქ უკვე ერთ-ერთზე მშვენივრად მოუტრიალდა ბექას ხარბედა. კაი გასცა. ნუ აი ცოტა რაღაცა უჯიგროდ განცრუ. უკან რაღაცა. დასარტყმელია თითქოს ხარბედა. არ უნდა მოგერიდოს რა. აი ჩაუჭა გილაშამ. კარგია რო ვიღებთ რომ ნახავთ რამდენი ნანი გაშლა შეგველო და აი ბექას ჩარბენი რა კარგი ჩარბენი დარჩა იმის გარეშე. აქ ისევ შეუჩერებელი გელაშა. ერთი პაცებია და დასარტყმელი მარცხენაზე. ბურთები გვაქვს ნამდვილად. დავიკვეხნით ამით. მიკიტა მიდის. Você fala inglês? არ გავწოდები. ხარბედა აიწყებს. იერიშს. შაული აჩქა, ერთ-ერთია. კოქსაძე სად გამოვიდა? ჯიგარ. ძალიან ბევრი ის დაუდოვა. ვინ იქნება აბა ხარბედას წინააღმდეგ? ნუ გოა? ნუ თუ კორპუსით მოდის ახლა. რაუც ფიზიკურად აჯობა. ღმერთო ჩემონ, გოს ჰაილაიტი. არ ველოდი. ორი ერთი არია და ნუ გოა ნახოთ როგორ დაიცავს. შეასრულე. გელაშამ გააბრუა ერთი კაცი. ორი კაცი მე კარიერას საკეთებს არ ვიცი ნუ გვაქვს უბრალოდ სტატისტის როლში იყო ყურადღება გადაიტანა მწვანეებს უპირატესობა აქვს არ ვიცი ცოტა წაიღო ანუ 3-2-ზე იყვნენ და მაინც აი ესეთი სიტუაციაში რატო უნდა აღმოჩენილიყო კახა რომ აქამდე მისულიყო საქმე ვერ ვხვდები იმედია ჯანმრთელადაა ძალიან კარგი ფორმაში იყო ახლა. არ ვიცი, ძალიან ცუდად აწაცული. კოსმოს არ ჩაუთხია უბრალოდ. ხელი უბიძგა და რაღაცა რა. ნამდვილად არ გვინდა ახლა ესეთი რაღაცა. ყოველთვის როდესაც რაღაცა ვიღაც ფეხბურთელი ფორმაში შევა, კოცო იქნება, კახა იქნება თუ ვიღაცა იქნება, რაღაცა უნდა მოხდეს იმენა რა. საკმაოდ გამაღიზიანებელია და იმედი ვიქონიოთ რომ კახა კარგადაა და მარდადაა. არაფერს სერიოზული არ იქნება. აი თავის სტიქიაში არის თემო. nonchalant guy ვითარცა ემო. ალეზე კიდია ბალი 10 შაური.
არ ვიცი რომელ ფილოსოფიის სკოლაში ისწავლება ეს, მაგრამ ძმა აცნობიერებს, რომ იქ მივა თუ არ მივა, კახას მდგომარეობა მაინც არ შეიცვლება და იმასაც აცნობიერებს, რომ ლიმიტირებული დროით არც მოვლენილი ამ წუთის სოფელში. შესაბამისად არ უნდა რომ წამი დაკარგოს. თემოს როგორც ჩანს, მიმდევრები გამოუჩნდნენ თემოს. კოკიან მოელები. შეი. საკუთარი ფეხით გავა თუ საკაცით გაიტანენ. აი, მე აქ სამჯერ დავაკაკუნებ ამაზე. კახა კარგადაა, ნამდვილად. დავაკაკუნე. ახლა დადის თო, ახლა დადის. კახა! ავამხნევოთ. ახუჩელა. აი, მაშინ გასკონჯის სულა გაიხდა ძველი კახა, ასე ვერ წამოდგებოდა ეს უკვე ახალი კახა. გაძლიერებული და აპდეიტებული ვერსია, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ პერსპექტივაში აქებში. კარგი გამოვცემთ. მუგოა, რა ჩაკიდა! და ფინიში მოვიკოჭებთ რატომაც არ გაიმეტა. დარბესა. კოცივით. შეაშინე ვითამ ურტყავ, შეაშინე. ანუ საფრთხე უნდა შევქო. კარის წინ როცა შეაშინე. ახლა კახა თუ გოლს გაიტანს, ეს იქნება კაცრავად მეგობრებო რაღაც დამახველა და ვერ დავინახე რა მოხდა. არ ვიცი. ოფსაიდია, მაგრამ ვაცლით, გვერდიდან მიუდგა ბურთს, ისე რომ ანუ ნუგო! ანუ აი კარგია, ეს ნუგოს ამოუჭი ამ ვიდეოს და ვაჩვენებ, რომ შემდგომში გაითვალისწინოს თუ როგორ უნდა მიუდგეს ბურთს. ძალიან კარგია. ვფიქრობ აი ეს ამ ვარჯიშის გადაღებამ უკვე გამოაჩინა. ანუ გვერდიდან მიუდგა ისე ახლა მოსწონელი ხოლო ყავდა და არა ისე რომ კახას და ჩორს ჩაიხენებოდა თავის კორპუსი და კახა უკან დაეტოვებოდა. ერთ-ერთზე იყო არა. ავუხსნი ამას ნუგოს და შემდგომში უფრო ძლიერი ნუგო დაგვიბრუნდება. აგვიჭირდება დაასრულებენ ამ შეტას. მინდა რომ აი ვინც არის კარის წინ, წაიღოს ისე თვითონს კარში უთხრავს რომ ერთი კაცი ამოწიოს, აი შეაშინე ვითო. რა პასი გაუკეთა. და კოქსაძე ეს ხო ბაზარია ეს ხო. არა უკეთ თამაში კი არა ვარჯიშსაც არ გაცალებ. ცოტა ისე ვივარჯიშოთ, რომ სიმულაცია იყოს, თითქოს თამაშია, აი სიმულაცია წარმოვიდგინოთ. გელაშაა ძალიან კაია მოვარჯიშს. ლუკა! კარგი ბიჭი. აი ლუკა ბოლომდე თამაშობს. აი ეს მოიწევს, მინდა რომ აი ჩარბენი უკვე კაია. ნუ გოისო ოფსაიდშია, მაგრამ ნუ ამ ჩარბენ კაცს აი გელაშ დაარტყ. თითქოს მარჯვენათი შეელდარტყა. ანუ დაუფიქრებლა, ანუ წინასწარ უნდა გადაეწევი. მიღებაც ისეთი უნდა ქონოდა, რომ მე ეგრევე დაერთა. არა მარჯვენა და უნდა. კაია კატა. ცოცხალ თამაშობენ ბიჭები, ცოცხალ თამაშობენ. აი, გელაშამ იდეალურად გამოიყენა ბექას შერბენი. აი რა სჭირთ ბიჭებს? ნუ თუ ეს ჯადოა. კომენტატორიც ღადოა. კაროჩე თლიანი გუნდზე თამაშობს უკვე.
აი გორაობა დაიწყეს ბიჭებმა, ანუ ფინიშინგის ტრეინინგია, მაგრამ ნახეთ. არ არის ჩვენი საქმე ფინიშინგიო და აი ოპა. ჩვენი ინიესტაო, რა კარგია, რა კარგია. რა მარტივად და ლევანმა რა რთულად. ანუ გიგამ რა მარტივად, ლევანმა რა რთულად. პირველი მოძრაობით ისეთი ის კუთხე იყო. კარტოზე ხარ ახტება? ახტება არ ვიცი, ყოველ შემთხვევისთვის. არ ვიცი. ნახოთ. რაღაცა ისო, რა. იმაზე რა თქვი? Let's get that. არჩი რაც ის ჩალიჩული. ბიჭები. მგონი ფეხბურთს ამაშობენ. კარიტატე დამისისა არ ვიცი პასატია თუ მეორეს რა ქვია არ ვიცი მაგრამ მაგათი ეხო გადაიტანა პლანკი მიკეტასე გაეხსნა ახარბედაც რომელზეც კარგად ამოვიდა დევნოზე რომელიც ხარტია და ეგერ ეფთავაზობს ხო ლევანი ოპა, კარგი ჩართულობა, კარგი პასტავია ეხლა, რომ რაღაც შექმნა. უნდა შექმნა კიდევაც. ნუ გომტაი, რა პოზიცია დათმო ეხლა ნუ ეს როგორ შეიძლება? აი, აქ რაღაც საოცრება გააკეთა. უკამ აქ რაღაც საოცრება გააკეთა, მაწონზე გაუშვა თუ ბაბილინა დამთავრდა და დაიძინეო, არ ვიცი, მაგრამ თქვენ დაგვიწერეთ კომენტარებში რა ქვია ამ უკას მოძრაობას. რომელიც მათ ბეკას წინააღმდეგ განახორციელა. ნაკინიესტა თავის სტიქიაშია. კარგი პასი გააკეთა ისე. აქ მარტივია გორაობა ბიჭები. უგოს ფეხში აებლანდა ბურთი და ფინტი გამოვიდა. ოუ, რა კარგად მიუვიდა ბურთი ბოლო-ბოლო. გელაშას შეუბრინა, გელაშა უკან გააკეთა პასი და მივიდა და აქ ძალიან კარგი გადატანა სივრცეში. კარგი გაჭრა ხაზებს შუა და ლევანის არავინ დაუძახა რომ დრო ქონდა იდეაში შემოტრიალების დროც კი ქონდა ისეთი კარგი პასი გაუძვნა გახავ თუმცა ლევანმა არ გარისკა მარტივად ითამაშა დრო გვაქვს ოვერლაპ ეს უკვე 1-1-ზე არის და ეს უკვე გაშევდა თვითონაც დაასრულოს აპასებს აძვრენს ბექამ არაპატეს დამახსოვრებული. ეს ბექამ დაიმახსოვრა აღარაპატიაში. თუმცა მაინც კუთხურია. ბოლომდე გამარჯვებულიც ვერი გამოიყო ბექამ.
გამოდადა ი კარგი იყო დამატება ნასოკი შვენიერია არაფერს უჩივი არაფერი გართულება რაღაცა შეგუძლებია ანუ ხოშა ბიჭო ანუ ფაქტია რომ შეგვიძლია აი ამიტომ ვარ ხოლმე კრიტიკული ფაქტია რომ შეგვიძლია გაკეთება და ზოგჯერ რატო არ ვაკეთებთ ხოლმე shit ანუ შეგვიძლია ანუ რაღაც შეძლების ერთი წუთი იყო ანუ აქ როგორი ადიომი გაუშვა ნუ გომ და ძალიან კაი და გალაჩა მიღო წკაპ იმენ აი არ შეცვალო ლაშა არ შეცვალო მიეცი მეხუთე კარგი იყო აქეთ აიხა ფლანგი შესაძლებელი თუ გამოვალთ იმ ჯურღმულიდან რა კარგად მოვემტო აქეთ ფლანგზე აქვს პრასტო მარჯვენათი ჩეგელო დარტყმა და კიდევ სხვა რაღაცეები დაბალი პასტრელი რომელიც ყოველთვის სახიფათოა გასაკ გააკეთა რა სივრცეში გელაშა მოდის და მარტივად შეაყოლ და თითქოს გადახრა და მარცხენა ტიერიანრის სტილში შეეძლო მაგრამ მაინც კაი კომბინაცია იყო და ისევ დამაგურგუნებდა ასე არტოზას გაუვარდა ერთი ხელიდან ცოტა თამაში ნუ გვართმევაზე კაია მაგრამ ლუკა რეარტმევაზე უფრო კაია აბა 1 და 2 კაია ერთი და ორი ყველა ერთი და ორს მივესალმები ტექნიკურადაც სწორად ასრულებდა ანუ შორტკუთხედში ტექსტბუქ შესრულებას აპირებდა უბრალოდ მე კარემაც კარგად ითამაშა ეხა რა გინდა ძმაო გელაშას მისდის ვარჯიში ესე რომ ვთქვათ და უკერდა ლევანი აქ რა კარგად აპრესინგებს შეაწუხა ყველანი სენაზეა ლევანი აჰა მგომ ისე მიიღო რომ გაუსწორა აქ თემოს ხარბით არა კარგად დევნოზა არანაკლები ფიზიკური მონაცემების მქონე ბიჭია და უშუალო ურთაბრძოლებში საკმაოდ ძლიერია აქეთ გაიხსნა ცოტა წინათ შეიძლება და იარა წაიღოს იო ანიშნა და ძალიან კაი პასი მისცა და ლადოს მომრავლ სისტრაფე დააკლდა აი კახა მშვენივრად დარბის მა ნახე თითქოს წეღან არაფერი ჩემი მართლა გავჩვენე ბუა მიხ აი დაუბრუნდა spectral game access ასე და გავიცია ან რაღაც სხვა თემა არის რაღაც სხვა თემა რაღაცაში ხო ეგ არც ისე მარტივია მე ვამბობდი რომ გვერდზე გაგორებულ ბურთზე დარტყმა კარისაკენ არ არის მარტივი მაგის მინდა რომ მაგის ცალკე საერთოდ დაინიშნოს რომ როდესაც შენ აი ზუსტად შენ ერთ ხაზზე რო ეს რა შენ სიგანეზე რო იდგეს კაცი და მაქედან პასი რომ მოგცეს მაგ ქედან დარტყმა ძალიან და ეგ სავარჯიშოები ძალიან კარგი იქნებოდა თუ გავაკეთებდით აქ გვარი სივრცეში რატო აი სამი კაცი ეხსნებოდა უკან რომ დაეტოვა და ასულიყო წინ მაგრამ რატო აი რის გამო დაკარგეთ გუთქი რა ვარჯიშზე იგონებს და რა ან ლუკა ბეკას იმენა ჩაგრიენ კარგი გათამაშება
შემოურბინა კახა მისო გაიხსნა ბიჭებმა გათამაშება გადაწყვეტეს ჩამოიტყუეს ვინ ეხსნება თემომაც ერთ შეხებით თამაშა აქ ქარი ჩაერთო იშა შემოურბინა რა მოძრაობებია იშა მიკიტას მისამასი მიკიტამ ლევანის ლევან დატრიალ და ხარდას შეეძლე რაჭი გამოვარდა მეორე ბურთზე კარგი იყო გელაშა გაიშალა ფლანგზე აკაც უდი შეხება მაგრამ გელაშა მაინც მიიღო დატვირთეს ბიჭებმა რამდენმა კაცმა ჩაურბინა ნიკო გაიხსნა უკანაძელზე შუაში მაინც გაუძვნა პასი ლადოს მაგრამ არ იყო აქადული ლევანი ნახოთ კარგი პასი უკეთებდა ტრიალებს ბრუნავს კარგი გადაცემა და დარტყმით აგვირგვინება და დამატება აუ ჩემი კაი აი ამას ქვია უკვე მაიმუნობა დაასრულე რა გახდი ცივსისხლიანი რა ველვარება თუ რასაც იქიდან გადის რა ანუ კაია რომ პასი აკეთა უბრალოდ ლადო კუთხეში იყო და ანუ გელაშაზე ცუდ პოზიციაში იყო ლადო სადაც პასი მოსა მაგრამ კახამ რა შეიგდო ოპა ახლა ეს ხნები მენაიანი მოდერნის სივრცეს ცენტრიდან ცდილობენ გათრომას მიკიტა ნახოთ ხანე და გავიდა ფლანგზე და წაიღეც ეგონოს იმ კაცო უკაცო და ამოვიდეს ცოტა ის შეშინებული ეს რო არც მინიხარ წინ დგას და იყვანს თავის ვიზავის აქ ბექამუხიაშვილზე კარგად გელაშა თამაშობს დაცვაში რომელმაც ლუკას იმენა წაართვა და რა კარგია გიგაი შეჭრა მივიდა გაიხსნა ჩაწოდება რომელიც შვენიერი ქარმა შეუნელა ბურთის არ უფრო მალე მივიდოდა ეს ბურთი და კარგი იყო გიგართმევაზე კახა თუ გაუყოლებს მიიღო და მეორე კარგი იყო საუკეთესო ფინიშერი ჯეჯობით ნუგუა თითქოს ყველაზე მარტივად ეგურთავს რა პასი შეაყოლა ჩემი კაი არა შეგილია მარჯვნივ ატყლია ჩარბენი და გაუკეთა ლუკამ ძალიან კაია აბა ნახეთ კონტრშეტევაზე რა კარგები არიან ბიჭები ნუგოს ჰეტრიკი ოპა ნუგო ბიჭები ამოტრინა სერიოზულ განაცხადს აკეთებს ნუგო რო აქ ლევანს და ლუნგოს კარტოს მორჩა კაი უდეგინა დალე მამიდასი